გავფიქრეთ, კარგად განდებოდა. კარგად საყოველთაო, მადლობა. ხა გოგოებთან გადავინაცვლებ, ნახავ რა საკეთებია. დღეს ავერსში განსაკუთრებული დღე გვაქვს. ერთი დღით ავერსის სააფთიაქო ქსელის თანამშრომელი ვხდები და თქვენთან ერთად შევიხედავ აფთიაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვიმყოფებით ყაზბეგის 8 ნომერში მდებარე ავერსის აფთიაქში, რომელსაც სულ ახლახანს 20 წელი შეუსრულდა. ზუსტად 20 წელია ეს აფთიაქი განსაკუთრებული სიყვარულით ზრუნავს მომხმარებელზე. აქ ყოველი დილა ზრუნვით იწყება და ამ ზრუნვის უკან ადამიანები დგანან. გამომყევით. დილა აქ ძალიან ადრე იწყება, შესაბამისად პირველი მომხმარებლის შემოსვლამდე ყველაფერი უნდა იყოს მზადყოფნაში. დიახ, წრის ახალწო ვაღებთ აფთიაქს, ყველაფერი უკვე მაგდროისათვის მიწესრიგებული გვაქვს და ვიღებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. და ამ ყველაფრის უკან, რასაც მომხმარებელი ხედავს, ძალიან ბევრი ადამიანი შრომად დევს. ხალბატონო მაია, ყველაზე მნიშვნელოვანი მთელს ამ პროცესში რა არის, რომ გაგვიზიაროთ თქვენი მრავალწლიანი მუშაობის საიდუმლო? ეს არის ადამიანების გახარება და მადლობელი ვართ, რომ ჩვენ მათგანაც ვიღებთ ამ პოზიტიურ დამოკიდებულებას. აფთიაქის გახსნის დღიდან ვარ აქ და მუდმივი თანამშრომელი ვარ მის მერე ამ აფთიაქის. ხა გოგოებთან გადავინაცვლებ, ნახავ რა საკეთებია. მე ჩემს საყვარელ ტერიტორიას არ ძალიან ვცილდები. მიხარია. აი ძალიან მიყვარს. ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად სუფთა. და ეს ყოველდღიურად თავიდან იწყება, გიორგი? ყოველდღიური რუტინა გვაქვს ეს. შესწორება, რამდენჯერმე დღეშიც კიდე ხდება ეს გასწორება, დალაგება, მტვრის გადაწმენდა. უნდა ვაღიარო. აქ რომ მოვდიოდი, ეს ყველაფერი ძალიან მარტივი მეგონა, მაგრამ დღეს უკვე ვხვდები, რომ ძალიან შრომატევადია, ძალიან საპასუხისმგებლოა და უზარმაზარ შრომას მოითხოვს და ჩემ თვალში დღეიდან ყველა ფარმაცევტი და კონსულტანტი გმირია. გოგონებო, თქვენსკენ რა ხდება? ოჩა. ეს რამდენჯერმე ხდება დღეში ჩვენთან? შეიძლება 2-3 ჯერაც კი. ყველაზე რთული ამ პროცესში და ყველაზე საპასუხისმგებლო ამავე დროს სასიამოვნო ყოფილი კომპეტენტური რჩევის გაცემა. ქალბატონი სალომე, რა გინდა? მოირგე ხო ფარმაცევტის? კი, სიამოვნებით მოვირგე და ძალიან მომწონს ეს პროცესი. სპეციალისტ მე არაერთხელ მქონდა ეს როლი მორგებული მახსოვს. საკმაოდ რთულია. ჯერ დილეტანტი ვარ, მაგრამ იმედია თავს გავართმევ. და აბა? ეს შეგრძნება რომ ადამიანებს ეხმარები. რაღაცნაირად აი ამ შფოთს მიხსნიდა და რაღაცნაირად ვიყავი. მეც ვფიქრობ, რომ ზრუნვა ყველაზე სასიამოვნო პროცესი არის აი ამ თელს ყოველდღიურობაში. რამ შეგაწუხა ანი? რამდენ გაცხა. ის მინდა მისტიქვია ხო? სახის მისტი. მოდი დავუძახოთ ჩვენს ძალიან პროფესიონალურ და კომპეტენტურ ადამიანებს. მე მინდა სახის მისტი გამაგრილებელი, იმიტომ რომ ძალიან გაცხავდა. მოგესალმებით, შემიძლია შემოგთავაზოთ ავენის გამაგრილებელი მისტი, რომელიც ძალიან კარგია ზაფხულის პერიოდში, ატენიანებს სახეს და თან გაგრილებული რჩება სახის კანი. და კიდე მინდა ბაბეს მზისგან დამცავი. შემიძლია შემოგთავაზოთ ბაბესტიკი, რომელიც შეიცავს SPF 50 და ძალიან კარგად იცავს მზის სხივებისაგან. დიდი მადლობა. ეს იცით რატოა კარგი საკუთარი გამოცდილებით. აი, მაგალითად ქუჩაში ხართ და გინდა წაისვათ, ხო? ანუ ხელი დასვრილი არ არის. გადაიტარებ და მორჩა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. რამდენი წელი არის ამ აფთიაქში მუშაობ? მე ძალიან დიდი ხანია აქ ვარ 16 წლიდან სასწავლებლიდან მოვხდი აქ პრაქტიკებზე და ვარ იმისფერე დიახ. ფარმაცევტი ახლა მოადგილე ვარ და ბევრ წლებს მოითვლის ჩემი აქ ყოფნა. ნაზი, რადგან ამდენი წელი აქ მუშაობთ, ახსენეთ რომ 16 წლიდან, ხო? ხო არ გამოვარჩევდით ისეთ ფრაზას, რომელიც მამოტივირებელი გახდა თქვენთვის, რომ გაგეტარებინათ ბევრი წელი ავერსში. მადლობა. ეს ყველაფერის მთქმელი სიტყვები არის ფარმაცევტისთვის, როცა მომხმარებელი გეტყვის. ამისთვის შრომობთ ალბათ, არა? ამისთვის შრომობთ ძალიან ბევრს. სიამოვნებით გაგაცნობთ ჩვენი გუნდის წევრებს, მარიამი, რომელიც 1 წელია რა ჩვენი გუნდის წევრი გახლავთ, ნაზი, რომელიც 14 წელია ჩვენთან მუშაობს და ქალბატონი მაია, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს ავერს ფარმაში. თქვენზეც რომ გვითხრათ, ორი სიტყვა. კი ბატონო, მე 14 წლის გამოცდილებით ვარ ავერს ფარმაში და ბატონი თამაზი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ერთი დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაგვაფასებინა ეს პროფესია. აქ ყველაფერი მართლაც ადამიანზე ზრუნვას უკავშირდება და სწორედ ეს ქმნის ავერსის მთავარ ღირებულებას. გონი ეს დღე შედგა და საკმაოდ წარმატებულად. დიდი მადლობა გიორგი შენს გუნდს მასპინძლობისთვის და მიხარია, რომ მომხმარებელი კიდევ უფრო ახლოდან გაგიცნობთ. თქვენს ძალიან დიდი მადლობა. ეს დღე ნამდვილად შედგა. ნამდვილად.